მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი. გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველ კვირა ვშელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. ხო და ისა თან ტოტომ გითხრა ფოტოები ჩავსვათ, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ მე მორიგი საყურით ვარ წარმოდგენილი ესეთი კრევეტები. და ეს ტაილანდის ეპიზოდი ძალიან მოხდებოდა, მაგრამ ტაილანდში არ შემიძლენია. ნათია მაჩუკა კიდე ერთი ის მაქვს რა ქვია წველი რომელიც შემდეგი კიდე ეპიზოდებისთვის ვინახავ და მოკლედ აი ესეთი ეს არის რა ქვია არ ვიცი კარგად ჩასვარა ფოტოს ამჯერად დავურთავ ვიდეოს და მე მგონი პოდკასტში შეგვიძლია რომ სადღაც დავურთოთ მოკლედ არ ვიცი რა ძალიან გაართულეს ცხოვრება რატო გვისმენს ამდენი ხალხი დაინტერესდება მე გვიწევს რომ არ ვიცი ფოტოებიო ვიდეოებიო ეს აუდიოს დამუშავება ცალკე ვიდეოს დამუშავება ცალკე ახლა კიდე ეს ფოტოებიც უნდა ჩავსვა არც კი ვიცი როგორ უნდა ჩავსვა ფოტოები ხო და თან ისა რა ქვია მე ამის ცალკე ვიდეოებზე ქავერების კეთება ხო დავიწყე ხალხმა მოკლედ ძალიან გვაჩელენჯებთ რა პროდაქშენი მოხდეთ ამიტომ გააზიარეთ რომ ეტმა ადამიანმა მოგვისმინოს რომ ჩვენს мотиваცია მოგვეც არა თქვენთვისაც ეხა თუ ვაკეთებთ მაგრამ უფრო მეტად გაგვიხარდება რომ მეტ ადამიანს რო გავუზიაროთ მეტი ადამიანი ნახავს ჩემს AI დამუშავებულ ქავერებს ხო და მოკლედ ესეთი მომიყევი აბა ნაინო რა ხდება შენკენ ახალი იმიტომ რომ კაი ორი კვირა კი გავიდა რაც აღარ გველაპარაკია ხო ჩვენთან პირადად ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება შვებულება ძალიან მიშველა მე რაც ჩავწერეთ იმის მერე კიდე მახსენდებოდა რაღაცები რის თქმაც მინდოდა მაგრამ მე მივხვდი რომ უნდა დავაპაუზო და დავასტოპო მაგრამ ერთი რისი დამატებაც მინდოდა მაინც და გული მე თანაღრებოდა რომ მოკლედ საკუთარი თავის პოვნაში ძალიან დამეხმარა კონკრეტულად ეს ქვეყანა და რაღაცების დაბრუნებაში რაც მეგონა რომ ან აღარ შემეძლო ან არ მქონდა მაგაზე ისაც ვილაპარაკე მაგრამ აი მოკლედ საკუთარ თავს თუ გინდათ დაუბრუნოთ ზოგადად ხო მოგზაურობა მაგასში გეხმარება და ზუსტად კიდე რაღაცა პროტესტის ჭრილშიც მაგაზე რომ ვილაპარაკებ არის მაგასთან კვეთა იმიტომ რომ ბევრ სხვა ადამიანთანაც რომ ვილაპარაკე მაგაზე დამთხეულა ჩვენი აზრები მაგრამ ეს კონკრეტული ქვეყანა მგონია რომ იმდენად გითავისუფლებს გონებას რომ კიდევ უფრო მეტად გეხმარება რომ შენი ნამდვილი თავი ამოიცნო შეიგრძნო და გაიხსენო ან მასკნა შეიმეცნო მე მგონია რომ შენი პროექცია გააკეთე ყველაზე იმიტომ რომ შეიძლება შენ ცხოვრებაში ამ ეტაპზე იყო ზუსტად ეგ მომენტი რომ ესეთი ქვეყანა გჭირდებოდა მაგალითად ან შეიძლება პირადად შენი პიროვნების ეს არის უფრო რაღაცა soul ქვეყანა და ვიღაცას შეიძლება სულაც არ მოეწონოს და პირიქით უფრო დათრუკუნოს შეიძლება მაგრამ შეიძლება ვიღაცას ვიც გაგიშებულია ის თავეზე და რაღაცა სუნებზე ხო არა ნუ წინასწარ უნდა ალბათ მოიძიო რომ რამდენად შეესაბამება შენ ინტერესებს თორე ხა ერთი ჩვენი მეგობარი სახელს და გვარს არ დავასახელებ ეგეთ აზიის ქვეყნებს ეძახის მუცლის ტიპის ქვეყნებს და სვამობს რომ არასოდეს არ უნდა მუცლის ტიპის ქვეყნებში მოგზაურობა და მე პირიქით მუცლის ტიპის ქვეყნები მიზიდავს და ხო ეხლა რა თქმა უნდა რაღაცა ვენა თუ არის თქვენი საყვარელი ქალაქი და
ევროპის სხვა უფრო ესეთი ჩრდილოეთი ნაწილები და უფრო სხვანაირი კულტურა მე გარიქნება კი მაგაში გეთანხმები თუმცა მგონია რომ ყველა ეს ადამიანი ვინც ჩემთან ერთად იყო ამ მოგზაურობაში და ალბათ ჯგუფურმა ტურმაც განაპირობა ეგ ფიქრობ რომ დამეთანხმება მაინც კიდევ ერთხელ შევაწუხებ და გავუსიარებ მინიმუმ პირველ ხუთწუთმაის ბოლოს ვინ უნდა გითხრა ეგრე არის თუ არა ხო და მოკლედ აი ვცდილობ რომ ამ ყველაფერი გასხივოსნების მერე დავუბრუნდე ჩვეულ რიტმს და რეჟიმს და რაღაცნაირად გავაგრძელო ცხოვრება და იმდენად მერე რომ დამაფიქრა რაღაცეებზე და დამაჩელენჯა კიდევ უფრო რთულია მოკლედ ამ რეალობაში დაბრუნება რა და თუმცა პროტესტის რეალობაში დაბრუნება რთული არ არის იმიტომ რომ რაღაცნაირ უკვე სამსახურად იქცა ყველასთვის ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს და ვცდილობ რომ მაგ რუტინიდანაც არ ამოვარდე მაგრამ აი მანდაც ეს არის ცოტა მიჭირს დაბრუნება ეგ მაინტერესებს იმიტომ რომ ბოლო პერიოდია ან მე ვერ მივადებდი თვალი ან ვერ მივხვდი უბრალოდ რა ეტაპზეა და რა ხდება ზუსტად პროტესტების მხრივ საით მიდის ყველაფერი ყველაფერი მიდის ტრაკისკენ ეგ ისედაც ეგრე იყო მოკლედ რომ ვთქვა კუცუ რა იყო შენც გინდა რამის თქვა ჩემი კატა ვინც გვისმენთ ძალიან დაინტერესებულია ჩემთან სიყვარულით და მე არ ვარ ამ წამს ზადამისთვის ხო მოკლედ რა ეტაპზე ვართ ცოტა უფრო სტაგნაციას განიცდის პროტესტი არ ჩამქრალა იმიტომ რომ შეუძლებელია ამ პროტესტის ჩაქრობა და მაგაზეც რაღაც ვიტყვი ჩემ აზრებს რატომ და როგორ ხდება არ მახსოვს წინა ეპიზოდში სადაც პროტესტები ვლაპარაკეთ შეიძლება ვახსენე იგივე რაღაცები თუმცა დაკავშირებულია ერთმანეთთან ბევრი რამე და გადაჯაჭვული ამიტომ შეიძლება მაინც ეს რა ქვია თემატურად შეესაბამებოდეს იმას რაც ახლა შეიძლება ვილაპარაკო ხო და ცოტა სტაგნაცია განიცადა იმ მხრივ რომ მაინც სულ სწრაფი ხალხი ვართ რა ქართველები და ეს გრძელვადიანი რაღაცები ჩვენ ძლიერ მხარე არ არის და ყველაფერი გვინდა სწრაფად რომ მოხდეს და მალე შეიცვალოს და ეგრევე დავინახოთ შედეგი. ამიტომ ბევრ ადამიანს ჩემს ირგვლივ ვატყობ ფრუსტრაციას. იმიტომ რომ აი გავედით ეს მარშები არაფერს არ შვება, მშვიდობიანი აქცია არაფერს არ შვება და მოკლედ ამით არიან გაბრაზებული. ოღონდ პარალელურად ვერ ხვდები რას გვთავაზობენ რა. ანუ ვინმე თუ რამე ისეთი რადიკალური ქმედებებისკენ მზად არის, იმას Facebook-ზე ალბათ არ დაწერს public ჯგუფებში და თავისთვის რაღაცას მოიფიქრებს და ვერ ხვდები ხოლმე მოკლედ ეს რაღაც ცოტა მე მგონი ხალხს ამაზე მეგობრებს გველაპარაკე რომ ინტერნეტის მოხმარების აღქმა ცოტა სხვანაირი აქვთ რომ ის რასაც წერენ რომ კოსმოსში კი არ მიდრის ანუ ხალხი კითხულობს ამას რა ანუ ალბათ ისიც არ მიზანი რომ ხალხმა წაიკითხოს მაგრამ ცოტა ხო ხდები სხვა მაინც რომ ეს public საუბარი არის და არა ის რომ მეგობრების წრეში რაღაცა დავილაპარაკეთ და ქარმა წაიღო და მე აღარ წამოგვაძახა არავინ და მაგაზე ზუსტად უკვე ბოლო რამდენიმე კვირას უმახსენდება ერთი ჩემი სტატუსი ადრე რაღაცით დაინსპირირებულმა დავწერე რომ ეს არის ზოგი რაღაცა მოკლედ მეგობრებთან დაილაპარაკო დახურულ ჩატში დაწერო უბრალოდ რაღაც გაიხუმრო და დასრულდეს და public არ არის ყველაფრის სტატუსად გახსერა საჭირო ზოგი რაღაცა საერთოდ თერაპევტს უნდა მოუყვე ამიტომ ანუ ყველაფერს თავისი სივრცე აქვს რა და მათ შორის ინტერნეტ სივრცეც ფიქრობ რომ ცოტა ალბათ რაღაცა ახლა ისეთ ინტერნეტ ციგნიერებაში და რაღაცა იმაში გადავალ ალბათ ცოტა აბსტრაქტულ რაღაცებში, მაგრამ მე მგონი მაგასთანაც არის კავშირში რა. და ამიტომ მოკლედ ბევრი ადამიანი აი რო არის ეს ფრუსტრაციას აწაიღოს, იღებს და ეგრევე სტატუსად წერს, რომ აი ეს არ მუშაობს. და რაღაცნაირად მე ეგრევე თითქოს წყალში ვყრით იმ ყველაფერს, რაც აქამდე ჩვენ მოვიპოვეთ და ვაკეთეთ რა. იმიტომ რომ ის შედეგი არ დადგა, რომელიც საბოლოოდ გვინდა რომ დადგეს. და აი მაგ ეტაპზე ვართ, მოკლედ ერის ფრუსტრირებული არის, მაგრამ მე
ეგ ფრუსტრაციაც არ მაწუხებს, იმიტომ რომ ეგ ფრუსტრაცია არის ზუსტად რაც არსად არ მიდის ასევე რა რაღაცაში სუბლიმირდება, მე აუცილებლად უბრალოდ დროის ამბავია და აი მანამდე რაც ვაპარაკობდით, რომ ეს თვითონ პროტესტი ძალიან ბუნებრივი და ისეთი არის რა დამოუკიდებელი და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ბუნებრივი ჩაქმნილი, მაგიტო ნელა ხდება რაღაცები. იმიტომ რომ რაღაც მაგალითად იგივე 2012 წლის ცვლილებები თუ გაგვახსენდება, იქ საკმაოდ სწრაფად მოხდა. იმიტომ რომ გარე ფაქტორები იყო რაღაცები, რაც ფუშავდა და ამოტივირებდა რა და აქ ბუნებრივად რო ხდება, ცოტა მეტი დრო ჭირდება, იმიტომ რომ ამდენი ადამიანის დამოუკიდებლად რაღაც ერთაზრამდე მისვლას დრო ჭირდება რა. შენ რო ცალკე იფიქრებ და მე რო ცალკე ვიფიქრებ და მე ერთმანეთს შევხვდებით და დაველაპარაკებთ და დაემთხვევა, დრო ჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არავინ არ არსებობს, ვინც ზემოდან მოდის და გეუბნება, რომ ეხა ბარბარა, შენ ეს უნდა გააკეთო, ნაინო შენ უნდა გააკეთო და შენ მიყვები რა, უნდა შენც თვითონ მოიხოდო. და მაგას ხო დრო ჭირდება მაგ მოტივირებას და მოკლედ მგონია რომ მაგ ეტაპზე ვართ, რომ ეს ფრუსტრაცია რაღაცაში სუბლიმირდეს. კარგი, მაგაში გეთანხმები, რომ ყველას ძალიან ბევრი საჯარო აზრი აქვს დასაფიქსირებელი, იმიტომ რომ ყოველ დღეზე როცა შემოდივარ Facebook-ზე არის უამრავი პოსტი თან გრძელი აღთ მოკლედ კი ტყვიან. და გახსნა და რო იქ სიმბოლს რო დააჭერდა ორი გვერდი რო ხდება და ანუ ეგრე ძალიანაც არ მაინტერესებს ახლა სხვების აზრები, რომ ეგ ვიკითხო იმის მაგივრად, რომ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი წავიკითხო ცხოვრებაში, ხო, მაგრამ აი ეს რაღაც მოთხოვნილება გვაქვს, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რატომღაც და თან ხალხი კითხულობს. იმიტომ რომ მე ბევრი ლაიქები აქვს და რაღაც. ხო, და ვიღაცას გქონდა ძალიან კაი ხუმრობა. ვიღაცებს შეიძლება არც კითხულობენ და ისე ლაიქებენ, მაგრამ ვიღაცას გქონდა ძალიან კაი ხუმრობა მაგ თემაზე, რომ ამ ყველაფერმა რაც მიგვაჩვია, გრძელი სტატუსების კითხვა არ შეგვიძლია. კითხვის იმითი ხო, სადღაც ამ ბოლოში ყავთ მე 60-ე თუ რაღაცა ქვეყანა მიყავთ თუ 70-ე. და კითხოს მიგვაჩვია ამ პროცესებმა და ძალიან კაი. ეგ ზოგადად ძალიან მეყურს ყველაფერში რაღაცა ლაზღანდარობას და იუმორს პოულობთ. და ბოლო პერიოდში ანუ იმიტომ რომ სასოწარკვეთილი არ ვარ, ვერ ხვდები რომ გაგიჟების ნიშნები არის თუ უბრალოდ მხნევებას ვინარჩუნებ და რაღაც აი ძალიან ზღვარზე რო ხარ ხო იცი მაგორს შორის რომ საით გადაწონის. და მაგ სიტუაციაში ვარ. ხო, მაგრამ აი კონკრეტულად რა ხდება? კონკრეტიკა მომეცი, კონკრეტიკა. ანუ კაი, გაგრძელდა ეს პროტესტები, რას ველოდებით? პროტესტები გაგრძელდა, გაამკაცრეს კანონები, მოკლედ ეხლა რაც ხდება არის ის, რომ ყველაფერი მოკლედ მე ამაზე სტატუსი დავწერე. შედარებით ეცადე მოკლედ, მაგრამ ძალიან მეზარება ბოლოს ძალიან მეზარება. თან ყველაფერს ვინახავ პოდკასტისთვის, რომ მე უფრო გაშლილად და კარგად გადმოვცა რა, ისე თქმაც მინდა. ხო და მე რაზეც კონცენტრირდები, რაც არ უნდა მოხდეს, არის ანუ საბოლოო მიზანი, რომელიც ყველას ერთი გვაქვს, რომ უკეთეს ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება და დამოუკიდებელ სამართლიან და რაღაც ამ სოციალური პრობლემების გარეშე არსებობდნენ და კარგ ცხოვრებაზეც კი არა, რაღაც ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს რა, ანუ მაგისკენ ვილტვით. ეს და ამიტომ წინაზეც მაგაზე ვლაპარაკობდი, მაგ მთავარ მიზანზე ვარ კონცენტრირებული. Along the way რაღაცები რაც ხდება არის დაბრკოლებები, რომელსაც უყურებ როგორც დაბრკოლებებს და უბრალოდ ეს მხნეობა და გროარ გამიფანტოს ყურადღება და მასკო კონცენტრირდები ამაზე. ეხლა რაც ხდება არის ის, რომ პროტესტის საპასუხოდ ძალიან ლოგიკური რაღაცები ხდება, რა თქმა უნდა, რეჟიმი, რომელსაც უნდა ძალაუფლების შენარჩუნება, ყველანაირ ხერხს იყენებს, რომელიც ამ შემთხვევაში მის ხელში არის ძალოვანი სტრუქტურები. იმიტომ რომ მეტი სხვა ბერკეტი ისეთი არაფერი არ არის რა, ანუ იდეოლოგიური არაფერი ბერკეტი აღარ შერჩა, იმიტომ რომ მაგაზე ბევრჯერ გულაპარაკია, რომ
არ ვართ რა ის ჯერ აზიატებზე ჩვენც გველაპარაკი რამდენად ძალიან დიდი კონტინენტი აზია, რომ ყველაფერს აზიათი დაარქვა, იმიტომ რომ ეს ტაილანდიც აზია არის და ძალიან ლიბერალები არიან. ხო და ეს რაღაცა კონსერვატიული მოდი ესე დავარქოთ შეხედულებები სინამდვილეში რომ არ არის ჩვენი ორგანული მდგომარეობა და ადამიანებს რომლებსაც საჭურველი არ აქვს თუ მართლა ძალიან ტვინი არ აქვს რეცხილი ძალიან არ აინტერესებს სხვისი ცხოვრება, იმიტომ რომ თავისი გაჭირვებია და ვერ გადაუფარავ, რაც უნდა ბევრი ელაპარაკო მაგაზე, იმ ყოველდღიურ პრობლემებისგან, რომ რა ბავშვს არ იცის რა აჭამოს რა პირობითად. შესაბამისად, ანუ ეს იდეოლოგიისგან დაცლილია მთელი ეს მმართველის სისტემა და აქვს უბრალოდ ერთი მიზანი შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც შეიძლება დიდხანს და თავისი უსაფრთხოება. სინამდვილეში მასაც ხო ეშინია რა, მთელი ყველაფერი ეს არის იმაზე აგებული, რომ ეშინია ძალაუფლების დაკარგვას და ძალაუფლების დაკარგვას იმიტომ ეშინია, რომ არ დაკარგოს ფული, რომელიც არის ოქროს ბორკილები ბევრი ადამიანისთვის. შესაბამისად ამის საპასუხოდ ხდება კანონების გამკაცრება და ყველანაირი ძალოვანი ხერხებით პროტესტის ჩახშობის მცდელობა. მაგალითად რაღაც გზის გადაკეტვა როცა გადავწყვიტეთ ახლა და მაგაზე ცალკე კიდე ჩანართი მინდა, იმიტომ რომ სხვა ინსპირაცია იყო რა მაგზის გადაკეტვის. მოკლედ მაგისტრალის გადაკეტვა რა მოგვინდა და ამაზე დაანონსდა ერთი დღით ადრე ეგრევე ეს მაგისტრალი შეიყვანეს რაღაც სტრატეგიული ის რა ქვია მაგას სტრატეგიული ინტერესის რაღაცა არ ვიცი მაგდენი იურისპრუდენცია, ну მოკლედ რა სტრატეგიული ობიექტი ხო, სტრატეგიულ ობიექტების სიაში შეიყვანეს, რაც უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კი აღარ არის სიცხლის სამართალი და შესაბამისად ჯარიმით და იმით რაღაცა 15 დღიანი, რომელსაც ახლა ზრდიან 90 დღემდე იმითი დაკავებით კი არ შემოიფარგლება, თუ 60 რა მნიშვნელობა აქვს, ანუ 60 როზე ხარ ალბათ 90 იქვე არის. უკვე განისაზღვრება სიცხლის სამართლით, რომელიც წელები შეიძლება რომ ციხეში მოგაყოფინონ თავი რა. ხო და ეხლა მაგ ეტაპზე ვართ, სადაც აძლიერებენ კანონებს, რომლებიც შეანარჩუნებინებთ ძალაუფლებას. და რაღაც ეტაპზე მუშაობს რა ზოგ ადამიანზე, რომ დავაკვირდი, ანუ რაც არ უნდა ვიბაქიბუქო და ბევრი დიდგულზე ვიყოთ, მუშაობს ეგ შიში ბევრ ადამიანზე, იმიტომ რომ ზუსტად იგივენაირად მუშაობდა წინას არჩევნო სლოგანები ომზე და ნაწილ საზოგადოებისთვის იყო შემაშინებელი. ამიტომ თუმცა ანუ ძალიან ამისგან მიუხედავად მაინც არ ჩერდება ეს პროტესტი, ანუ ძალიან ბევრ დაბრკოლებებს უქმნიან, მაგრამ არ ჩერდება მაინც რა. კარგი და ანუ მე რა ხდება, კაი თქვათ, ანუ ყოველდღე გამოდის ხალხი სხვადასხვა ადგილებში. ხო, ეხლა რა ხდება? მოკლედ წინაზე რაც ვლაპარაკობდით, მთელი იდეა არის იმაში, რომ შენ უფრო მალე დაიღალოს, ვიდრე შენ. და მათი ბერკეტები არის ის, რომ ეს ძალოვანი სტრუქტურები, რაღაცა კაბალური კანონები და რაღაცები, რითიც რითიც ცდილობენ რომ შეგზღუდონ რა. მაგრამ ერთი რაღაცა არის, რაც სულ მახსოვს და ერთ-ერთ ინტერვიუში ძვირფასი მართველი იძახის, რომ ანუ ვოლდემორტივით მის სახელს არ დავასახელებ. ერთ-ერთ ინტერვიუში იძახის, რომ ჯერ კიდევ რუსულ კანონამდე იყო ეგ ყველაფერი, რომ ვისაც არ მოწონსო, შეუძლიაო რომ წავიდესო. ანუ მათ იმედი აქვთ, რომ ან ვისაც არ მოგწონს, წავალთ ამ ქვეყნიდან და დარჩება ეს დანარჩენი მასა, რომელსაც აშინებს და მართავს და თავში უტყაპუნებს და ამ ძალოვანი ხერხებით მართავს რა.
და ეგ არ მოხდა. მეორე წელია, რაც ეს დიდი მიგრაციის პროცენტები გვაქვს, მაგრამ ეგ მიგრაცია მანამდე იყო, სოციალური პრობლემების გამო იყო და ეხლა რაც უფრო იმაშია აქტიურ ფაზაში არის პროტესტი, პირიქით ანუ ხალხს იმდენად სისხლმა უჩქროლა და იყივლა მათში პატრიოტიზმი, რომ ემიგრანტები ჩამოდიან. ერთი ჩემი მეგობარი მაგალითად წერს, რომ ესპანეთში ცხოვრობდა და იანვარში ჩამოვდივარო, არ შემიძლია გჯდომაო და მოვდივარო კიდეო. და ანუ ჩამოვიდა რა. ხო და პირიქით იმუშავა. მეორე რაც იყო, იძახდა, რომ ესენიო დაიღლებიანო. ეხლა ტყუილადო ხარჯავენო ენერგიასო. ხო და ეს ორი რაღაცა ძალიან ჩაბეჭდილი მაქვს გონებაში და მაგ როგორც კი ეგ აზრები გამიელობს, იმიტომ რომ არის რა ვიღაცები წერენ ხოლმე რომ ხალხნო რაშვებით ახლა წასვლაზე ფიქრობთ და რაღაცა ანუ ყველაფერზე ფიქრობს, მაგრამ მაგაში არ არის საქმე რა. ანუ ერთი არის რაზე ფიქრობ და მე რას აკეთებ და ყოველ დღე მე თავს როგორ აგულიანებ და მიდიხარ და მაინც საპროტესტებ. ხო და ეგ ორი რაღაცა რაც ძალიან ისე მახსოვს, როგორც მისი სურვილი, რომელსაც ვერ მიაღწევს. იმიტომ რომ რეალობა სხვანაირი არის. ანუ მართლა ფაქტებით გამყარებული, ანუ ის არ არის რომ მე ჩემი ის არის სურვილი ან რაღაცა. ფაქტებით ვხედავთ, რომ პირიქით ამ გაჭირვებამ და ამ გაჭირვებამაც კი არა, რაღაცნაირად ბრძოლამ რა გააძლიერა ხალხში ეს პატრიოტული სულისკვეთება. და რომ გამოზმო აქედან რომ ძალიან ეგ კარგი ხდება, ანუ ოღონდ კონკრეტულ პიროვნებებს კი არ იმაშვები რა ქვია მადლობას არ ვხდი ამისთვის, მაგრამ როგორც ანუ რა შეიძლება ხო გავაკეთოთ, ან ფრუსტრაციაში გადავარდეთ და სასოწარკვეთაში, ან ყველანაირ ცუდი სიტუაციიდან რაღაცა კარგის გამოტანა შევძლოთ და ამას რა როგორც მოვლენას როგორც უყურებ და არა როგორც კონკრეტული ვიღაცა ადამიანების ქმედებას და უბრალოდ ეს ფსიბოროტე მოხდა და რა კარგი შეიძლება მივიღოთ აქედან. არის აი ეს უსაზღვრო პატრიოტული სულისკვეთება, სიყვარული, რომელიც აი აქამდეც გიგრძნია რა რაღაცა პერიოდულობით. ახლა ქვეყნიდან რომ გავდივარ ხოლმე, მაგაზეც ვლაპარაკობდით ერთ მეგობართან, რომ აი რამდენი ქვეყნიდან გავდივარ, კიდევ უფრო გიყვარდება აქაურობა რა. მაგრამ ეს აი ამ კრიტიკულ მომენტში როცა არის და შენ ხელში რო არა ეს პატარა წალკოტი, რომელიც შემდეგ გადაარჩინა, კიდევ უფრო მეტად გიღვივდება ეს პატრიოტული გზნობები და ეს სიყვარული და მაგაზე ძალიან იმოქმედა. ამიტომ ანუ ფაქტი არის ეგ, რომ მაგერ ადამიანები თვითონვე წერენ, რომ ბილეთი ავიღებ, ბრუნდები და შესაბამისად ის, რასაც ეს ადამიანი ელოდებოდა, რომ ჩვენ გავაკეთებდით, რომ ავდგებოდით და ყველანი წავიდოთ და მივატოვებდით ყველაფერს. ეგ არ მოხდა. და მეორე ის, რომ დავიღლებოდით და 70 დღე არის პროტესტი მიმდინარეობს და ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? 100,000-იანი აქცია ბოლოს თუ 10,000 კაციანი არ დაღლილა სინამდვილეში. ის ხალხიც, ვინც შეიძლება არ გამოდის ქუჩაში, იმიტომ არ გამოდის, რომ პროტესტისგან დაიღალა. დაიღალა რეჟიმის. შესაბამისად, მაინც ანუ მათში არ შეცვლილა ეს ოპოზიციური განწყობა. პროსტა რაღაცა მიზეზებით გარეთ არ არის რა. აი, მაგრამ ანუ არც დაიღლებიან, წლები რო გაგრძელდა ეს ანუ რამდენი ხანი არის რეალურად შესაძლებელი რომ ესეთი ესე იცხოვრო ყოველ დღე პროტესტიც და ასე შემდეგ ან რამდენი ხანი არ ვიცი ხო და მაგაშია ზუსტად პრობლემა რომ არავის არ აქვს ეგ პასუხი რომ როდის მორჩება შესაბამისად მაგის გამო რომ მაგ end points ვერ ხედავ შეიძლება გზად მოგბეზდეს და ფუჭად ჩათვალო ეს ყოველდღიური პროტესტი რა ხო და არ ვიცი ან ჯერჯერობით ეს არის მე ესე ვუყურებ რომ თვითონ პროტესტი ანუ გონია რომ სახეს იცვლის ანუ ეხლა რასაც ყველანი ვხედავთ და მაგაზე სხვებიც წერენ უბრალოდ ფორმასაც გააჩნია როგორი იტყვი რა ამ ყველაფერს და არა ის რომ აი მანამდე ყველაფერს ხაზი გადაუსვა და აი ეხლა უნდა დავწყოთ მანამდე არაფერს აზრი არ ქონდა ძალიან ყველაფერს აზრი ქონდა ანუ ძალიან ბევრი ის განიცადა რაღაცნაირი მეტამორფოზა არა ანუ გავლენა რა თვითონ იმ რეჟიმმა
კონდა ამ ყველაფერს, ანუ რამდენი ადამიანი რაღაც სამსახურიდან წამოვიდა, ვიღაცებმა თვალი გაახილეს, ანუ ნელა ხდება უბრალოდ, როცა ბუნებრივად ხდება ეს პროცესი, ხდება ნელა და არა დაჩქა, ანუ როგორც რავი, ანტიბიოტიკით რო შეიძლება უფრო მალე გამოჯამთავალდე, მაგრამ ისე რომ დრო გჭირდება იმუნიტეტის გამოსამუშავებლად რაღაცა დაახლოებით ეგრე ვუყურებ. ხო და ამიტომ ეს კონკრეტული თარიღი არ გვაქვს რა. და ეგ იწვევს მაგ ფრუსტრაციას, რომ გონია რომ არასდროს არ მორჩება. მაგრამ გონია რომ მორჩება და მაგის სხვა მიზეზები აქვს, რატომ გონია რომ მორჩება. როდის ოღონდ მე არ ვიცი. 4 წელიწადში შემდეგი არჩევნების დროს. ხო, და ისევ ესენი აიღებენ უმრავლესობას, კი. ლუკაშენკო გამოდება. ანუ რა თვითონ რატომ უნდა, ანუ სახელმწიფომ რატომ უნდა შეცვალოს რამე, რა შეეშლებათ ხელი, ესე ყოველდღიურობაში ახლა როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად ფუნქციონირებს ქვეყანა, ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, გარდა იმისა, რომ ხალხი და უფრო ცოტა, იმიტომ რომ შეუძლებელია ახლა ყოველდღე გარეთ დგომა გამოდის პროტესტის გამოსახატად. მოკლედ, მე რასაც უყურებ, ანუ წინა აზრი რო გავაგრძელო, მგონია რომ ისევ ან დრო ჭირდება, რომ სახე იცვალოს ამ პროტესტმა და რაღაცა სხვაში მეტამორფოზდეს და სხვა ხერხებს მივაგნოთ ასევე პროტესტის გარდა უბრალოდ რომელიც ანუ ყველაზე ისეთი ყველასათვის accessible არის კი რუსაველზე გასვლა, აზრის დაფიქსირება იქ დგომით. მაგრამ მგონია რომ სხვა ხერხებამდე მივა თვითონ რაღაცნაირად ბუნებრივად ეს კოლექტიური გონება პროტესტის. ხო და რეალობა ის არის, რომ ამ კაცს ეს ფული ყველაფერი არ აქვს აქ. ანუ მისი ქონება არის საზღვარგარეთ. შესაბამისად ეს წნეხი, რომელიც ხდება ან იმაზე უცხოელ პარტნიორებზე, რომლებიც მე სანქციებს უწესებენ და ასე შემდეგ, გავლენას ახდენს მის ქონებაზე. ანუ ამ ადამიანის მთავარი мотиваცია არის მისი ფულის გადარჩენა, რის გამოც ამ ყველაფერს აკეთებს ჩემი აზრით, ანუ გარდა თავის უსაფრთხოებისა, რომელიც მგონია რომ ალბათ ძალიან როგორი პარანოიდალურიც ჩანს, არის ფულის უსაფრთხოება, რომელიც უნდა რომ დაიბრუნოს. თუ გინდა აი ბოლო ერთ-ერთ ინტერვიუში იმ რაღაცა შვეიცარიული ბანკის გაკოტრების თემაზე, ანუ თვითონ თავ ფაქტიურად აღიარა, რომ ძევლად ჩაბარა ქვეყანა იმისთვის, რომ იმ შვეიცარიულ ბანკს დაებრუნებინა ეს მაგისი ფული რა. ხო და შესაბამისად ეს ბერკეტები არსებობს, იმიტომ რომ მას არ შეუძლია საერთაშორისო აღიარების გარეშე არსებობა. პლუს საქართველო ვერ იქნება იზოლირებული ქვეყანა. ვერ გაკაჩავს. არანაირი ფინანსური რესურსი არ ეყოფა იმას, რომ ეგეთი დიქტატორობა დაყარდეს, სადაც საქართველო არის რაღაცა ჩრდილოეთ კორეა რა. რესურსი ფიზიკურად მაგისი არ არსებობს, კულტურული თემაც არის ჩართული. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორობაში იქ კონკრეტულად რა ხდება მართალი ხთა არ ვარ ჩართული, მაგრამ იქ აი ძალიან წლები არის და თაობები არის ხო და პლუს კულტურულად ცოტა სხვა კორეელები სხვანაირი ხალხია. მაგრამ ზოგადად დიქტატორებს რო დააკვირდები, რაღაცაზე დგას. რაღაცა ფინანსური ნაწილი ასაზრდოებს, რომელიც არის ხოლმე ნავთობი ან რაღაცა მადანი რა, რომელიც არც ერთი არ გვაქვს საქართველოში. ანუ არაფერი არ გვაქვს, რაზეც capitalizing-ს გააკეთებ ამ დიქტატურის. და ეხლა თავისი ფულით რამდენი ხანი შეინახავს ისაც არჩევნებში რამდენი ფული დახარჯეს. ხო და რამდენი ხანი შეინახავს ახლა ამ იმას რა ქვია დიქტატურას რა. ხო და მანდ არის ის რომ არც მას უნდა საქართველოს იზოლირება სინამდვილეში, იმიტომ რომ არ აწყობს თავის ფინანსური იმისთვის და არა იმიტომ რომ პატრიოტული სულისკვეთება ადარდებს და საქართველოს ვერ იზოლირდება, იმიტომ რომ არაფერს არ ვაწარმოებთ, არაფერს არ ვაკეთებთ, არაფერი ჩვენი ეკონომიკა არის არაფერი. даже იმაზეც რა ქვია ტურიზმზეც კი არ იდგა მაგ დონეზე, რა დონეზეც შეიძლება გონებოდა რომ იდგა რა. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა ძალიან დიდი გავლენა იქონია, ეხლა რაღაცებით ტურიზმის რაღაცა შეიკრიბნენ და რაღაცებზე ილაპარაკეს და ვითომ ანუ სრული აბსურდი მენა არ ვიცი მაგას რა ქვია რაღაცა
კომედია, სადაც ვითომ არაფერი არ ხდებოდა, ტურიზმს ავითარებენ და იქ რაღაც ტურიზმის რაღაცა სააგენტოს რაღაცა შეიკრიბა და განიხილავდნენ სტრატეგიებს, როგორ მოიზიდონ მე და ამ დროს რაღაც 6 სასტუმრო დაიხურა და ეგეთ რაღაცები. ხო და ნუ ეგ ცალსაღად ხდება, მაგრამ იმას ვიძახი, რომ ეგ არ ატრიალებდა ჩვენს ეკონომიკას რა, ანუ ქვეყანაში სადაც ისინი ევროპიდან გზავნილებზე იდგა ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიკის, ანუ რაზე არის საერთოდ ლაპარაკი. ამიტომ იგივე ვთქვათ ბელარუსს შევადაროთ. ჩემი აზრით, ბელარუსი რაღაცას მაინც აწარმოებს, ანუ შიმშილი თლათ არ დაიხოცებია და ჩვენი იზოლირება გამოიწვევს იმას, რომ ისეთი შიმშილი დადგება, რომ ცოცხლად შეჭამენ ყველას. ვინც კი პასუხისმგებელია მათ შიმშილზე. და ამას უბრალოდ დრო ჭირდება. ეხლა მაგალითად USAID-ის პროექტები დაიხურა, რომელიც ის არის, ნუ ამ ვითარებით არ არის გამოწვეული, მაგრამ გავლენას რა თქმა უნდა იქონიებს. და ეგეთ ძალიან დიდ იმას დარტყმას მიაყენებს, იმას რა ქვია, სამოქალაქო სექტორს, რომელიც მან იმაში იყო დასაქმებული რა. და სერიოზული გაჭირვება გველის. რაც არაფერი დამაიმედებელი არ არის, მაგრამ ცოტა როგორ რაღაცა იცი, არ ვიცი, აი პარაზიტი რო ცხოვრობს შენში და შენც თუ ხვდები იმ პარაზიტსაც რომ არ აქვს ის რა ქვია, საკვები, ცოტა რაღაცა აი მაგას მაგონებს რა. რა თეს მეტაფორებს ვაძრებ პროსტო თუ აკვირდა. არა, ეგ თეორია ფინანსური კრიზისის ყველაზე რეალისტური მგონია რეალურად, იმიტომ რომ რაც ამერიკამ და ევროპამ მოხსნა მოკლედ დახმარებები, მგონია რომ ეხლა დღეს არის გრძნობა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ალბათ მიმდინარე რაღაცები თავდება, მაგრამ ერთ წელიწადში მაქსიმუმ ძალიან დიდ სხვაობას დავინახავთ ყველა სფეროში, ალბათ რასაც აფინანსებდა და თითქმის ყველა სფეროში იყო დაფინანსებები. ასე რომ აი მაგ მომენტში ძალიან საინტერესო იქნება რა პროცესები განვითარდება. და რაც შეეხება გზავნილებს, მე მგონი გზავნილებს ახლა საერთაშორისო გზავნილებს არავინ არ აგზავნავს და მე მგონია რომ უბრალოდ ალბათ მეტი წავა სამუშაოდ ევროპაში და ისევ და ისევ ბეთფულს გამოაგზავნიდან საქართველოში. ხო, მაგრამ ანუ ეკონომიკაზე გეუბნები. ანუ ეგ ეკონომიკაზე კი ანუ უნდა დავალოდოთ შიმშილთ როდის დავიხოცებით. დაახლოებით ეგეთია ამბავია. კი, რომ ის ხალხიც კი, ვინც ახლა მათ გვერდში უდგათ, ისინიც კი აჯანყდნენ, იმიტომ რომ უბრალოდ პურის ფული არ აქვთ. ო, ეგეთ პოზიტივს. ამაზე რომ დავამთავროთ ხა. ამ პოზიტიურ ნოტაზე ხო და იმაზე ვილაპარაკებ ამ პატრიოტულ სულისკვეთებაზე ცოტა ხა რომ ამ როლერ კოუსტერი რო გავაკეთოთ ემოციური. პატრიოტულ სულისკვეთებას რაც შეეხება, ძალიან ბევრ ჩემ მეგობარში მათ შორის და ჩემშიც მე უკვე ანუ მე სხვაჯერს თერაპიის მერე იდენტობის კრიზისი როცა მქონდა და მე რაღაცნაირად ჩამოვყალიბდი იმაზე საერთოდ რა ვარ და საიდან მოვდივარ, მან უკვე მქონდა ეს ძვრები და ბევრმა ადამიანმა და ჩემს ირგვლივ მეგობრებთან რომ ვილაპარაკე ამაზე, ამ პროტესტის პროცესში აღმოაჩინა ეს თავისი იდენტობა რა და რაღაცერთ ანუ ეს პატარა ერის კომპლექსი მოკლედ არ ვიცი დნმ-ში გვაქვს და აი ეს ყველაფერი რო ხდება მე გაცილებით უფრო სხვანაირად და მძაფრად აღიქვამ რა და რაღაცა იწყებ ძალიან აქტიურად ქართული ის რაღაც სიმღერების და რაღაც შემოქმედებით რაღაცების იმას მოხმარებას რო კიდევ უფრო გაგიმძაფრდეს და გაგიძლიერდეს ეს შეგრძნება და ერთი რასაც დავაკვირდი და რაც აი ძალიან სამწუხაროა რომ მაგის უფლება მივეცით ამ დიქტატურამ წაგვართვა კულტურა, რომელიც სრულად მიითვისა რაღაცნაირად საკენკზე დასვა და ყველაფერი რაც კი კულტურის ირგვლივ ხდება, აი ჩვენი რაღაცნაირი ისინი ფოლკლორი იქნება, სიმღერები იქნება, რომლებიც ძალიან იდენტობას ქმნის ჩვენსას, აი მთელი კულტურული ნაწილი
მითვისა და აი დატყვევებული ყავდა რა. და ეგ ყველაფერი რომ რაღაცნაირად მარტო ის გავლენის ქვეშ იყო, ჩვენ ვცდილობთ რომ დისტანცირებულიყავით, იმიტომ რომ არ მოგწონდა როგორც იყო ეგ უზურპირებული. ხო და ეხლა რაღაცნაირად დაიწყო მაგ ყველაფრის დაბრუნება და გამოცალკევება ამ გავლენისგან. აი ვერ ხსნი რა, აი ადგილზეც რო ხარ, მე უფრო კიდე ყოველდღიურობაში რაღაცა სხვანაირად შეიგრძნობ. მაგრამ აი იმის გამო რა ის კულტურის სფერო, სამინისტროები რაღაცები ყველაფერი ხო სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად ისინი ყველაფერში ფულს ისინი ხარჯავენ და მე მათი გავლენა არის და ყველა არტისტი იქნება შემოქმედი ხელოვანი რაღაცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემქმნელი ან ვიღაცა ყველა არის მე მათი თითქოს ვალდებული. რაც ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანებს იმ შეგრძნება არ აქვს რომ ეს ფული არ საიდან ანუ ხალხის ჯიბიდან მოდის და არა ვიღაცის კონკრეტული ინტერესებიდან უხდიან და მათი ისე არ უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული ხალხის არის ეგ და ხალხის მადლიერ შეიძლება რომ იყვნენ. მაგის შეგრძნებას სამწუხაროდ არ გვაქვს ჯერ კიდე გამომუშავებული, უფრო რაღაც მილენიალებს დაგვეწყო მას მე რაც გადასახადების გადახდა დავამუღამეთ. ეგ არ არის და აი იმის გამო რომ მოკლედ ეს ყველაფერი სამინისტროების და რაღაცების ქვეშ არის და ისინი აძლიერებენ ამ ხალხს. ეს თითქოს კულტურა დატყვევებული ყავთ და მე მაგის ფონზე დატყვევებული რო აქვს ეს ყველაფერი. იქნება ილუზია რომ ესენი ძალიან ეროვნული არიან ყველანი რა და ეროვნულ ინტერესებს ატარებენ და ადარდებთ საქართველოს კულტურა, განვითარება და ეს ყველაფერი, რასაც სინამდვილეში ძირს უთხრიან და კლავენ. ანუ რაც კულტურის სამინისტროს გაუკეთა წულუყიანმა, ეგეთი ბოროტება მე მგონი არავის არაფერში არ გაუკეთებია. გელათში წყალი ჩამოდის რამდენი წელია, რომელიც ანუ ისა რაღაცა იუნესკოს იმის ქვეშ არის დაცვის ქვეშ თუ რაღაცა. ანუ საშინელებებს აკეთებენ სინამდვილეში, მაგრამ იმის გამო რომ ამ payroll-ზე ზის ილუზია არის საზოგადოებაში რომ ეროვნულ რაღაც, იმიტომ რომ იქ რაღაც იმაზე იმედზე ვიღაცამ ის იმღერა, იავნანამ რა ქნა იმღერა, ნუცა ბუზალაძემ თუ რაღაცა რა. რაც სინამდვილეში უბრალოდ ფარსი არის. ხო და ამ ყველაფრის reclaiming რა მაგარი ანუ მაგ სიტყვებით რო აღწერე ხარ. მაგრამ არა ქართული ანალოგი რა არის reclaiming-ის. უკან დაბრუნებაც არ არის. reclaiming-ი არის reclaiming-ი. ხო და ამის reclaiming-ს ვაკეთებთ ახლა. და იმის გააზრებას რომ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან განცალკევებულია, კულტურა არის ცალკე, კულტურა არის ცოცხალი და თვითმყოფადი, რომელიღაცა პროტესტის მონაწილეს ის იყო, კულტურის სფეროს წარმომადგენლის ძალიან კაი ის ქონდა, შარშანდელია ჯერ კიდე მე მგონი. და ამიტომ ძალიან დიდი შემართებით ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე სიმღერებს და ძველ რაღაცა ფოლკლორს და მოკლედ ანუ ძალიან ისეთია. სისხლის ჩქეფა არის რა. კარგია ეს პოზიტიური ნოტაც რომ შემოიტანე ჩვენს პოდკასტში. შენში არის ღვიძებს ხოლმე ისინი ქართული ფოლკლორის ისა. აქედან აქ არა, როგორც კი მახსენდება სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ მან ძალიან კარგად ხვდები რატომაც გაგიღვიდათ ეს პატრიოტიზმი და ეს რაღაცა ქართული ის დაფასება. ხო, იმიტომ რომ ანუ მოკლედ ეხა არის შეგრძნება რომ ეს ყველაფერი საფრთხეშია და საფრთხეშიც არის სინამდვილეში რა. ანუ როგორც ქართული ენა იყო საფრთხეში 70-იანებში, იგივენაირად არის ზუსტად ეს და აი საფრთხეში რო არის მე სხვანაირად კიდე უფრო ის გიჩნდება დაცვის მექანიზმი და მოკლედ ეგ კარგი შეგრძნება არის რა, რომელიც კიდე ანუ ამიტომ აი რაღაცა სხვა რაღაც კუთხით უყურებ ბევრ რაღაცებს რა ყოველდღიურობაში. შეგვიძლია ბიპი გადავადოთ. მაგრამ რაღაცები არის, რაშიც silver linings ხედავ რა. ესეც არის ქართულად არა აქ ანალოგი და რა ვქნა ვინმე ისე მოგწერეთ თუ გაწუხებთ ის რომ ნახევრად ინგლისურ სიტყვებს ვიყენებ ხოლმე მაგრამ რუსული მაინც არა რუსულსაც ვიყენებ კაი ხო რაც არის ეგ რაც არის ეს არის რა რაც ავარ ეს ავარ
როგორც ძიადი დიქტატორი იყო და თუ არ მოსწონთ წავიდნენ. კი. ნამდვილად. პროტესტი ახლა სერბები არის ჩვენი დაკვირვების ობიექტი. ხო და დაკვირვებული რას იცი რომ მოკლედ ყველა ძალიან ფრუსტრირებულია და რაღაც სტატუსებს წერთ რომ არ გამოდიხართ სახლიდან თქვენ ზარმაცებო რა გინდათ რომ ეს ქნას და ესე მოგივიდეთ ხო და ეგ დამონათება მოკლედ არავის არ მუშაობს რა რაოდენად მეც ხანდახან მინდება რომ ვიღაცებზე გაბრაზებით თქვა რომ აი მე რომ რაღაცა გადაბმულად 5 დღე პროტესტზე ვიდექი და გავცივდი შენ რომ სახლიდან არ გამოდიხარ ძალიან მინდა ხოლმე რომ გავბრაზდე მაგრამ არ ვიცი მოკლედ ეს არის თერაპია გამოვლილობა ძალიან მიშლის ხელს და მე რაღაც ყველაფერში ემპათიურ ხარეს ვცდილობ რომ ვიპოვო თან bigger pictures ისევ ხედავ რომ საჭიროა რომ მეტი ადამიანი ჩართო ამ პროტესტში რა და არ კი არ განცალკევდეთ და იმას დავიწყოთ ლაპარაკი რომ აი მე ხა ყოველ დღე დავდივარ და შენ რატო არ დავდიხარ სახში რო გდიხარ ანუ არავის არ ამოტივირებს ეგ ანუ ეგრე რომ ვინმე მელაპარაკებოდეს და რაღაცაში ჩართვას ეცადოს ჩემი არასდროს არ ავყვები ხო ანუ არავისი არ მუშაობს და ცოტა მე მგონი გვავიწყდება რომ იგივე მეთოდები რაც ჩვენზე არ მუშაობს იგივენაირად არ მუშაობს სხვა ადამიანებზე და мотивация უნდა შევუქმნათ სხვანაირად თუ мотивირება გვინდა და ხო თუ მართლა დამონათება გვინდა და ლანძღობ მაგრამ მე მგონია რომ ჯობია ისე ხოცები ლანძღო ვიდრე შენი თანამოაზრეები ვინც ასევე შეწუხებულიანია ამ ყველაფერს ამიტომ უფრო მოკლედ იმებს გზებზე ვფიქრობ რით შეიძლება ეს ადამიანები შემოერთო და ჩემი აი ერთ-ერთი ის არის რა ქვია გზა ამ რაღაცა პოზიტივების პოვნის მცდელობა და ეგ ვეცადო რომ ადამიანებს სხვა კუთხით დავანახო რაღაცაები და ეს ფრუსტრაცია გავუნეიტრალო თუმცა სტატუსებად ამის წერა მაგრამ ეზარება ამიტომ პირდაპირ ამ პოდკასტს დავფლინო ხო და ამ ყველაფრის ფონზე მოკლედ ვაკვირდები რება შეიძლება დაამოტივიროს და ძალიან საინტერესო ის რომ აი სერბების პროტესტი რო დაიწყო ძალიან გშურს ანუ სინამდვილეში ხო მაგარშურიანები ვართ ხოლმე ანუ ჩვენზე უკეთესად რა რაღაცას რო აკეთოს ძალიან არ გვიყვარს ხო და მოკლედ იქ სერბებმა იქნეს იქ სერბების სტუდენტები რაღაცა ძალიან შიმშილობა გამოაცხადეს და მოკლედ ანუ სერბები აქედან შორიდან ჩანს რომ რაღაცა იმენა გვჯობნიან 100 თავით რა ევროკავშირში არის შესული. და ძალიან ნერვები გოშლება. ოღონდ მაგის ფონზე წერთ რომ აი სერბებმა ესქენა თქვენ ასაკეთებთ ქვეყნებს დაახლოებით ეგეთ სტატუსებს წერთ რა. ხო და მე იმაზე ვფიქრობდი რომ პირიქით უნდა გავაზიაროთ რომ ვაიმე სერბები ნახეთ რა ყოჩაღები არიან და ამას ხო მაინც წაიკითხავს ვიღაცა და მაინც იმას იზამს რომ ეხა სერბეთმა რანაირად უნდა გვაჯობოს იმიტომ რომ ზოგადად ხო გვაქვს ეგ ამბიცია და არა რეალისტური რომ მართლა მით უმეტეს ჩვენ რეგიონში და ყველა იმ პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს შორის მართლა ყველაზე მეტად ვიმსახურებდით ამ ყველაფერს რა. ხო და უსამართლობის შეგრძნება ძალიან გივითარდება იმის ფონზე რომ შენ უკვე რო რაღაც 10 წლის წინ შეგეძლო ეს რა ქვია სტატუსი მიგეღო და მაკეთკენ გემუშავა, აგერ ვიღაცები შენზე წინ არიან და იქ ტრაქტორებით ნეხოს ყრიან იმას და რაღაცა პარლამენტთან თუ რაღაცა ის კონდათ ეგეთი აგრარული პროტესტი რა. ხო და მოკლედ მე მგონია რომ ისა პოზიტიური შურით კი არა და ანუ მაგალითზე შურით უნდა დავამოტივიროთ რომ უიმე ნახეთ რა ყოჩაღები არიან და შენ მერე იჯდები სახში და სერვერმა როგორ უნდა მაჯობო და გაბრაზდები და სახლიდან გამოხვალ. ხო და მოკლედ აი ეგეთ რაღაც მახინაციებს ვზივარ და ვფიქრობ ხოლმე. და ძალიან ის არის. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ხო რაღაც მგონია რომ ევროპაში ეს პროტესტის კულტურა უფრო არის. ჩვენ პროტესტის კულტურა როგორც ვისაუბრეთ უკვე სხვა ეპიზოდებში, ჯერ ძალიან ბეიბი ეტაპზე არის და ჯერ არ გვაქვს და მაგიტომ ვერ შეადარებ რა, ანუ ეს საწყის ეტაპზე არის ასე ვთქვათ. ხო და ის მაგისტრალის გადაკეთვაც იყო ინსპირირებული სერბეთიდან რა და ყველას მაგრაში ანუ იქით ამ ხარეთ შეწუხდა, აქეთ ამ ხარე აღიტყინა და ძალიან საინტერესო იყო გვერდიდან ამ რაღაც ორომ ტრიალის დაკვირვება, იმიტომ რომ იმის გამო, მაგისტრალის გადაკეთვის მცდელობის გამო, ეხლა რამდენიმე ადამიანი არის სისხლის სამართლის მითი დაკავებული და რაღაც 4 წელს და რაღაცებს უშჯიან. საგიჟეთია უბრალოდ ვერც კი არეგისტრირებს ჩემი ტვინი, რომ მე ერთ-ერთ მეგობარს ეს ქონდა ამონარიდი ქონდა
მიდან კოდექსიდან კიდე ანუ ვის ურჯიან მაგდენივე წელს და ისეთ დანაშაულებზე რაღაც გაუპატიურებებზე და მოტყუებით ფულის გამოძალვებზე და რაღაცა ისეთ რაღაცებზე არის 5 წელი რაც იგივენაირად არის ადამიანისთვის რომელიც ქუჩაზე გადმოათრიეს ძალით დააფიქსირეს რომ ქუჩაზე იდგა და არა ტროტუარზე და შეტენეს ეს არა ქვია სისხლის სამართლის ეს არა დანაშაული ხო და წარმოუდგენელია ხო და ეგ პროტესტი იყო მაგ ინსპირაციით და ძალიან ის იყო ყველა აკოთკოთებული რა ისეთი იყო საინტერესო საკვირველი იყო და მაგან მიმახვედრა რომ მე მგონი ან შური კაი მოტივატორია და მაგითი უნდა ანუ დამუნათებით კი არ უნდა გავაღვიოთ ეგ შური პირიქით ანუ რომ რა ყოჩაღები არიან რო იტახი რა და მე რომ ბრაზდები რომ რას ნიშნავს ისინი არიან ყოჩაღები რაღაც მგონია რომ თან ცოტა რა იმაში ვარ ეგეც მაგაზე მქონდა სტატუსად დაწერილი რომ ძალიან მომბეზდა ეს რაღაცა moral high ground-იდან ლაპარაკი და მცდელობა რომ დაანახო რომ ჩვენ ესეთები არ ვართ ჩვენ უკეთესები ვართ აი ძალიან კაი გამოთქმა რო არის რომ ღორს მარგალიტებს რო დაუყრიო და ღორებს რას ვერჩი არა და ძალიან საყვარლები არიან მაგრამ ნუ გამოთქმა ეგეთი არის მართლა ეგეთია რა ანუ ზდილობით რაღაცნაირი ამ იმითი მაღალფარდოვნებით და შენი მორალური უპირატესობის ჩვენებით ალბათ ისეთ ადამიანებთან შეგიძლია რომ ეგ მაგან გაჭრას ვისაც აქვს მაგის აღქმის უნარი რა და ვიღაცას რომელსაც საერთოდ არ აქვს მაგის აღქმის უნარი და ორი წინადადებას ვერ აბამს ერთმანეთთან და საერთოდ ბევრი რაღაცის შეგნება არ აქვს იმ ხალხთან ეს რაღაც მეორე ლოყის შეშვერა არ მუშაობს. ამიტომ მე ვარ გადასული ძალიან პირდაპირ იმაზე რაღაცნაირ უზრდელობაზე და პირდაპირობაზე რა და აღარ ვაპირებ რომ არავის თავი მოვაწონო, მოვაჩვენო რომ ძალიან ის ვარ რა ქვია აღზრდილი ზრდილობიან და რაღაც ის კეთილშობილი ქალთა იმიდან გამოსული და პირდაპირ ანუ ერთს რომ მეტყვი, ორს გეტყვი ისეთ რომ აღარ მოგინდება რომ მე მითხრა. და ცოტა მგონია რომ მოკლედ მაგ ხილში ვარ ჩავარდნილი რომ რამდენიმეს დაიჭერეს, სულ იმაზე ლაპარაკობთ რომ აი ესეთი ნასწავლი არაჩვეულებრივი ბიჭი განათლებული მედალოსანი სტუდენტ ნუ ჯერ მართლა ყველა მედალოსანი ვინც იყო ყველა დაიჭირეს და მაგაზეც წერდი ამას რომ მეთქი ვინმე ისე გიქნებ უმაქნისი და ღვთისპირიდან გადავარდნილი დაიჭირონ აღარ ანუ ვინც კი ჭკვიანი და რამე კაი იყო ან მართლა 37 წელს იმეორებენ მაგრამ მოკლედ ეგეც ანუ ეგ ნამუსზე აგდება ხალხის რომელსაც ნამუსი არა არ მუშაობს რა და რაც არ უნდა ელაპარაკო რომ ეს ვიღაცა ძალიან ნასწავლია ჭკვიანია და კარგი ბიჭია იმას ფეხებზე კიდია მოვა და მაინც 4 წელს მოგიზჯის იმაზე რომ ტროტუარიდან ფეხი გადმოგივარდა იმიტომ რომ გადმოგქაჩა იქიდან ამიტომ მე მგონი უნდა მოვეშვათ ამ რაღაცა მცდელობას რომ მათ სინდისზე ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ჩვენი მორალური უპირატესობა ცოტა ხელები გასვრის დრო არის whatever that means. ესე იგი შენ ეს ბოლო ორი დაკვირვება ოღონდ ცოტა ერთმანეთს გამორიცხავს ჩემთვის, იმიტომ რომ წინაზე ამბობდი რომ პოზიტიურად უნდა დავამოტივიროთ ხალხიო და ეხლა ამბობ რომ კონფრონტაციაში უნდა შევიდეთ იმის მაგერად რეჟიმის ხალხთან. ანუ კონფრონტაციას გეუბნები რეჟიმის მიმდევრებთან, ვისაც ვცდილობთ რომ ჩვენი ადამიანობა დავანახოთ, ანუ ადამიანებს რომლებსაც ჩვენ მთელი 12 წელი ხდებოდა ის რომ ყველანაირად ცდილობდნენ შენს დეჰუმანიზაციას და მისთვის ადამიანს არ ხარ რეგისტრირებული, მას ვერ გავუღვივებ იმის რა ქვია თანაგზნობის შეგრძნებას. ეგ რეჟიმის საპორტერებზე მაქვს ლაპარაკი და ის მეორე ნაწილი არის ისეთ ხალხზე რომელიც ან სახლიდან აღარ გამოდის, რატომღაც მიუნელდა პროტესტის გზნობა, მაგრამ მაინც ეს არის რა ქვია სახლში ზის და ნერვიულობს. ანუ მაგ ხალხისთვის შფოთის მომატების ნაცვლად ვფიქრობ რომ სხვა რაღაცა გზებია მოსაფიქრებელი რა პროტესტით შეუძლია ჩაერთონ, იმიტომ რომ ცოტა გვავიწყდება რა რაღაცა ჩვენ რო საბრძოლო შემართებით რო ვართ, მე გვავიწყდება რომ ყველას არა აქვს ეგ შემართება, ანუ
ვიღაცებს სჭირდება რომ შენ გამოყვეს რა და ძალიან ბუნებრივია ეგ და მიუხედავად იმისა რომ კი მე მგონია რომ იმაში რაღაცნაირად გულის სიღრმეში და სადღაც დნმ-ში ყველა ქართველში ძალიან მებრძოლი სული არის რომელიც უნდა გააღვიძო მაგრამ ეს ზედაპირზე ყველასთან არ არის რა და დრო ჭირდება რომ იმანაც იპოვოს თავისი ადგილი ამ პროტესტის იმაში და შეიძლება მისთვის ეს რაღაცა კონფრონტაციები და ეგ გზის გადაკეტვები არ იყოს ეგ გამოსავალი და იყოს რაღაცა სხვა და დავეხმაროთ თუ გვაქვს მაგის მორალური ენერგია და შესაძლებლობა რომ იპოვონ ეგ თავისი გზა რა იმიტომ რომ მგონია რომ მაგ დამონათებაში და ფრუსტრაციაში რა ენერგიასაც ხარჯავთ შეგვიძლია რომ უფრო მეტად მიმართოთ მაგ გზების მოძებნაზე ოკეი, კაი, მივხვდი სხვადასხვა სტრატეგიები გაქვს სხვადასხვა ხალხს. ხო, და ერთი, რაც მოკლედ და ალბათ ამაზე შეგვიძლია რომ დავასრულოთ, არ ვიცი კიდე რამე კითხვები თუ არ გაქვს. ერთი მოკლედ რაზეც სულ მინდა ხოლმე რომ აი ყველას თავში კონდეს და მათ შორის ჩემ თავსაც ვახსენებ ამას ხშირად. არის ის რომ მე მგონი კიდე ფრუსტრაციას რა გვრის იცი, იმის გამო რომ რაღაცა თუ ნაკლები ხალხი გამოვა დღეს და მე რაღაცა გვავიწყდება რომ ხარდაჭერა არ აქვს ამ ადამიანებს რა. ეს ხალხი არ აურჩევია უმრავლესობას. იმიტომ რომ ჩვენ თუ ვიზახით რომ ამ ხალხს ხარდაჭერა აქვს და всё. ანუ ყველაფერი დაკარგულია და არაფერს აზრი არ აქვს, მაშინ საერთოდ რას ვატრაკებთ? და მაშინ არჩევნები არ გაყალბებულა, ანუ არჩევნები გაყალბდა. და ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, თუ ინმეს ეჭვეპარება, რავი, მოიძიეთ, ანუ ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისი, რომ ნამდვილად გაყალბებული არჩევნები, ბევრი სხვადასხვა ხერხით და ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ არჩევნები თუ გაყალბდა, ესე იგი მხარდაჭერა არ აქვს, ანუ უნარების ტესტივით არის რა. და თუ ვიძახით რომ მხარდაჭერა აქვს, მაშინ ესე იგი არჩევნები არ გაყალბებულა, ხო და ჩამოვყალიბდეთ ჩვენ თავში, რომელი რეალობა არის ჩვენთვის რეალობა. ანუ ჩვენთვის ეს მართლა ჭეშმარიტი რეალობა, რომელიც ეფუძნება არა მარტო ჩემს გუმანს და იმებს, რომელსაც აქამდე მაგალითად მხოლოდ ჩემს ინტუიციას და რაღაც დაკვირვებას ეფუძნება და ეხლა რეალურ ფაქტებს ეფუძნება, რომ არ აქვს ხარდაჭერა. ყველა ფრუსტრირებულია, ყველა იმაში ფენაში და ძალიან ბევრი გაჭირვება გვაქვს ქვეყანაში, რომელიც არსად არ მიდის და კიდევ უფრო მეტად მოიმატებს. ანუ იგივე რაღაც დევნილები რომ იმისთვის რომ ელემენტარულად ყურადღება მიიქციონ, იმიტომ რომ საცხოვრებელი არ აქვთ, მთელი ეს დრო რაც დევნილები არიან, თავს იწვავენ სამინისტროს წინ. ანუ ეს საერთოდ რა ქვეყანა არის, რომელშიც დევნილს იმისთვის რომ უბრალოდ ვიღაცა მოусმინოს, უწევს რომ თავი დაიწვას იმის წინ. ანუ ხო ტრაგედია არის სრული. ხო და გაცდენილია ეს მთელი პროტესტი ყველანაირ ევროპას გვაშორებენ თუ იმაში რა ქვია აზიაში მიგვათრევენ თუ ჩინეთი დაგვიპყრობს რა მაგას საერთოდ გაცდენილია ეს ყველაფერი აქ უკვე არის იმაზე რომ გაუსაძლისი ხდება ქვეყანაში არსებობა ცხოვრება საერთოდ ადამიანები ისეთ მდგომარეობაში არიან რომ მზად არიან თავი დაიწვან იმისთვის რომ ელემენტარულად ყურადღება მიიქციონ ვიღაცის რა ხო და ეს ხო არსად არ მიდის ანუ ეს არ აშენდება ანუ 12 წლის განმავლობაში თუ ამ ადამიანისთვის ყურადღება არავის არ მიუქცევია, ეხლა როცა რეჟიმი თავის გადარჩენაზეა ორიენტირებული, ამ ადამიანს არ დაეხმარება და ესეთი ადამიანი კიდევ უფრო მეტი გახდება რა. შესაბამისად, ეს არსად არ მიდის და სადღაც სუბლიმირდება. და ეგეთ რაღაცები ჩემი აზრით უნდა გვახსოვდეს რა, ცოტა ყოველდღიურობიდან გამოვზუმოთ და დიდ სურათს რო შევხედოთ. ერთი რაც პრობლემა არის და არ ვიცი მაგას როგორ ეშველება, მაგრამ მგონია რომ უბრალოდ თავის გასაჭირზე 18 ადამიანი ელაპარაკებს, მერე გამოჩნდება რაღაცეები, არის ის რომ ვიღაცეებისთვის მაგალითად, კაი ესენი თუ არა ვინ არის ისევ სალაპარაკო. ხო და ეგ არის ოპოზიციურ სპექტრის პრობლემა. მაგას არ ვიცი რა და როგორ ეშველება, მაგრამ საქმე იმაშია რომ ცოტა მგონია რომ ასევე ბოლომდე არ აქვს ყველას გააზრებული რომ ჩვენ ახლა ვიბრძოდით პროპორციული პარლამენტისთვის, რომელიც ანუ ორ ნაგავს გირჩევნია რომ 5 ნაგავი იყოს სხვადასხვანაირი ნაგვის სეგრეგაცია და
ანუ ეგ კიდე გამოათავისუფლდა სივრცეს იმისთვის, რომ ახალი ხალხი გამოჩენილიყო რა და პოტენციურად მაინც შესაძლებლობა გაჩენილიყო იმისთვის, რომ ახალი რაღაც ადამიანები პოლიტიკურ სპექტრში გამოჩენილიყვნენ და არა ის ხალხი, რომელსაც ბოლო 30 წელია ვუყურებთ ყველას ფილმებში და ხან წითელი აცვიოთ და ხან ლურჯი აცვიოთ და ხან ისა რა. ხოდა ეგ პრობლემა არის, მაგრამ one problem at a time. არის ჩემი ცხოვრებისადმი მიდგომა. ხოდა რა გუშველება არ ვიცი, რო გუშველება ვიცი. ეს ჩემი კომენტარი. და როდის? ხო, და როდის ეგეც არ ვიცი. რა გითხრა ამ ოპტიმისტურ ფრაზაზე დავასრულოთ ჩვენი პოდკასტი. დავშვიდობოთ ჩვენს მსმენელებს. იმედი მაქვს, რომ მეტი პოზიტივი დაინახეს ვიდრე ნეგატივი ამ პოდკასტში. ხო, არ ვიცი, მართალი გითხრა, ანუ უკვე მე თო დავიბენი, ანუ ჩემ თავი დავამოტივირებ პირიქით, მაგრამ მეც მაგარი დამნეული ვარ, ვერ გავიგებ. მაგრამ ალბათ იცი რა არის, კაია, თუ ემოცია გამოიწვია, უკვე რაღაცა ძრები არის, ესე იგი, ისა რა ქვია, ჩვენ ტვინში რაღაცები ამოძრავდება. ხო და მადლობა რომ გვისმენთ, ისევ და ისევ თუ აზრის დაფიქსირება გინდათ და შეიძლება განსაკუთრებით ამ თემებზე გქონდეთ რაღაცა ინფუტები რისი დამატებაც გენდომებოდათ და ჩვენთან ერთად დისკუსიაში ჩართულიყავით და გამოგვიგზავნეთ მეილზე, რომელსაც დავურთავთ ხოლმე ეპიზოდებს. და ჩავსვამთ ჩვენს მორიგ ეპიზოდში თქვენ კომენტარს და გაუზიაროთ ასევე მეგობრებს, თუ ფიქრობთ რომ გამოადგებათ ჩვენი მოსმენა და შევხვდებით ევროპაში აუცილებლად. მადლობა, კარგად. ერთად რამდენი ვილაპარაკე.